მოგესალმებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ თამაშს სახელად World of Warcraft Mists of Pandaria. ზემოთ აღნიშნული თამაში გამოუშვა Activision Blizzard-მა. დამაარსებელი კი Blizzard Entertainment-ია. ჟანრი RPG-ია, რომელიც შეგვიძლია მხოლოდ ონლაინში ვითამაშოთ. თუ თქვენ ცოტაოდენი გამოცდილება მაინც გაქვთ Warcraft-ში, თქვენ ადვილად გაიგებთ ახალი პატჩის შინაარსს. ამ განახლებას, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ეწოდება Siege of Orgrimmar. ისტორია Warcraft-ს ძალიან დიდი აქვს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება დაწვრილებით ვისაუბროთ. ისტორია ვითარდება როგორც ძველი Warcraft-ის კონტინენტებზე, ასევე ახალ კონტინენტზე, რომელსაც ეწოდება Pandaria. კუნძულზე ცხოვრობენ ახალი რასა პანდარენები, რომლებიც ჯერ ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, მაგრამ როდესაც მოთამაშე გადადის მეათე ლეველზე, პანდარენით მას შეუძლია აერჩიოს, რომელ გზას გაყვეს ალიანს თუ ჰორდას. რაც შეგვიძლია ვისაუბროთ თამაშის დადებით თვალსაჩინო მხარეებზე. ის მრავალფეროვანი არის, ძალიან ბევრი რასები და ასევე კლასები, რაც მოთამაშეს მოწყენის საშუალებას არ მისცემს. ასევე აღსანიშნავია უდიდესი სათამაშო სივრცე, მრავალი კვესტები, დანჯენები და რეიდები. ეს ყველაფერი გვერდზე იყოს და აღნიშნულ თამაშს ბევრი ნაკლი აქვს. პირველ რიგში დავიწყოთ გრაფიკული მხარით. როდესაც განახლება გამოდის 2014 წელს, გრაფიკა არ უნდა იყოს ასეთი დაბალი დონის, რასაც Blizzard მიხვდა და Warlords of Draenor-ის პატჩი გეგმავენ გრაფიკული მხარის აწევას და ასევე მრავალი წვრილმანის განახლებას, ასევე დამატებას. World of Warcraft Mists of Pandaria რომ არ ვითამაშოთ ფან სერვერებზე, სადაც 1000 ბაგია, მაშინ ჩვენ უნდა ვიყიდოთ Battle.net-ზე, ჯერ კლასიკი, რომელიც 15 евро ჯდება და შემდეგ Pandarias პატჩი, რომელიც სულ რაღაც 400 რუბლი ღირს. ეს ერთად კი 53 ლარი გამოდის და ასევე მოგვიწევს ყოველთვიურად გადავიხადოთ 16 ლარი. Keyboard Slaves-ის აზრით World of Warcraft Mists of Pandaria ემსახურებს 10-დან 8 ქულას.